დღეს ძალიან საინტერესო ტარტის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. შიგთავსი ექნება ფუმფულა და ძალიან გემრიელი. გამოვიყენებთ მარწყვს, ხაჭოს, არაჟანს და დანარჩენ ყველა ბუნებრივ პროდუქტს. დღეს ძალიან გემრიელი ტარტი გამოგვივა და ჩემთან ერთად უნდა გამოაცხოთ. აბა დავიწყოთ. პირველ რიგში მოვიმარაგოთ ყველა პროდუქტი. ყოველთვის გეუბნებით, რომ აღწერაში წერია რეცეპტი. აუცილებლად წაიკითხეთ, დააზუსტეთ, შეკითხვებზე მომწერეთ და მერე დაიწყეთ ცხობა. თასში მოვათავსე პატარა ზომის კვერცხი. ვამატებ 1 სუფრის კვერცხს არაჟანს ან ნაღებს. მე ნაღები მქონდა და ნაღები დავამატე. გავთქვიფოთ, პატარა კვერცხს ვამატებ ვამბობ, იმიტომ რომ კვერცხის სიდიდე დამოკიდებულია ფქვილის რაოდენობაზე. ამიტომ ეს გაითვალისწინეთ. გავთქვიფოთ და გადავდგათ დროებით გვერდზე. ყოველთვის როცა გადავდგამთ ხოლმე, უნდა დავაფაროთ და გრილ ადგილას დავდგათ. ცალკე თასში მოვათავსე 200 გრამი გაცრილი ფქვილი. ვამატებ 1/4 ჩაის კვერცხს მარილს. ვამატებ აქვე შაქარს, ეს არის 3 სუფრის კვერცხი. უნდა დავამატოთ 115 გრამი კარაქი. კარაქს ვამატებ ცივს, მაცივრიდან. ჯერ დავჭრი ასე კუბიკებად და მერე მოვათავსებ ფქვილში. ფქვილი და კარაქი შევურიოთ ერთმანეთს ესე ხელით, ავსრისოთ, უნდა გავაფხვიეროთ. არ არის აუცილებელი ძალიან ფხვიერი მშრალი მასა მივიღოთ, შეიძლება ესეთი ცოტა ნესტიანი მასა მივიღოთ. დავამატებ გათქვეფილ კვერცხს და არაჟანს. უნდა მოვზილოთ ცომი, ხელით ესე მოვურევ, ეს ადვილად იზილება, ბევრი ზელვა არ უნდა, როგორც კი გაერთიანდება, უნდა მივიღოთ აი ესეთი სველი ცომი, ოღონდ ხელებზე არ უნდა გვეკრობოდეს. ცომს გადავახვევ ცელოფანში, ცოტა გავაბრტყელებ კიდევაც და შევინახავ მაცივარში 15 წუთით. სიგრილეში შენახვით ცომი ცოტა მომაგრდა, ეხლა გავათხელებ და გამოვიყენებ. ვათხელებთ მრგვლად, წრიულად. სანამ მე ამას ვამზადებ, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ კიდევაც. მივაზომავ ჩემი ტარტის ფორმას. ტარტის ფორმა მაქვს ფსკერზე 24.5 სანტიმეტრი და მაღლა 26 სანტიმეტრით. ავიღოთ გათხელებული ცომი და მოვათავსებ ფორმაში. გავიყვანოთ გვერდებზე, ზემოდანაც ზევითაც ავიყვანოთ, მთელი ტარტის ფორმა დავფაროთ ცომით. თანაბარი სისქე მივცეთ ყველგან. აი ასე მოვათავსე ტარტის ფორმაზე, გავშალე ცომი, ყველგან თანაბარი სისქეა, ზემოდან მოვასწოროთ და ჩვენი ტარტის ფორმას ცელოფანს გადავაკრავ და ცოტა ხანი მაცივარში შევდგამ, ან გრილ ადგილას დადგით. ჩვენ კი მოვამზადოთ ტარტის გულსართი. დაგჭირდება ხაჭო, არაჟანი, შაქარი რა თქმა უნდა, კვერცხის ცილა და გულები განვაცალკევე და დანარჩენ ინგრედიენტებს თანდათანობით ვნახავთ. თასში მოვათავსე 320-350 გრამი ხაჭოა, 2 შეკვრა, არა აქვს ამას დიდი მნიშვნელობა, ცოტა მეტი ნაკლები. ვამატებ 100 გრამ არაჟანს. დავამატოთ 2 სუფრის კვერცხის სიმინდის სახამებელი. ეს 25-დან 30 გრამამდეა, უფრო მეტი არ დაამატოთ, 30 გრამი ნორმაა. აქვე ვამატებ 2 კვერცხის გულს, ცილას და 100 გრამ შაქარს ცალკე გავთქვეფავ ბეზეთ. ეხლა კი ჩავაბლენდერებ ამ ხაჭოს ნაერთს. შეგიძლიათ ნებისმიერად ჩაშალოთ, მოურიოთ და გააერთიანოთ. კრემოვანი მასა უნდა მივიღოთ. დაახლოებით აი ასეთი მასა უნდა მივიღოთ, მეტ ნაკლებად შერეულს არ აქვს მნიშვნელობა. ამასაც დავაფაროთ და ცოტა ხანი გვერდზე გადავდგათ. დარჩენილი 2 კვერცხის ცილისგან და შაქრისგან მოვამზადოთ ბეზე. თასში მოვათავსოთ ცილა, დავამატოთ მწიკვი ლიმონმჟავა ან ლიმონის წვენი და მწიკვი მარილი. გავთქვიფოთ, ცოტა რომ აკაფდება, დავამატოთ შაქარი, 100 გრამი შაქარი უნდა დავამატოთ და გავთქვიფოთ გამყარებამდე. აი ასეთი თეთრი და მყარი მასა უნდა მივიღოთ ბეზე, გადმოვდგათ ჩვენი ხაჭოვანი მასა და ჩვენი ბეზე მოვათავსოთ შიგ.
კოვზის დახმარებით შევურიოთ ერთმანეთში. გავაერთიანოთ და აი ესეთი ფაფუკი გულსართი მივიღეთ. ეს გულსართი უკვე შეგვიძლია ჩავასხათ და გამოვიყენოთ, თუმცა კენკრას დავამატებთ. მე მაქვს მარწყვი და გამოვაცხობ დღეს მარწყვის ტარტს. დავამატე 1 ჩაის კოვზის იმინდის სახამებელი, ავურიე და ისე დავამატე. კარგად შევურიოთ ერთმანეთს და უკვე მზად არის გამოსაყენებლად. გადმოვდგათ ჩვენი ფორმა და ჩავასხათ შიგ. შევავსოთ და გავასწოროთ, გავათანაბროთ. ნახეთ როგორი სასწაულია უკვე ფუმფულა. მარწყვი მე ზემოდან მოვალაგებ ცოცხლად, შეგიძლიათ აი აქ ნებისმიერი კენკრა ან მარწყვი მოალაგოთ ზემოდან ცხობის წინ. ცხობა წინასწარ გახურებულ ღუმელში 165 გრადუსზე 40-45 წუთი. აი ეს ცოტა უნდა შეფერიანდეს და საკმარისია გადმოვდგავთ. ნახat როგორი ფუმფულაა, შიგნით ისეთი ფაფუკია, რომ ეს ცოტა ხანი დავტოვოთ, უნდა შეგრილდეს. ეს უკვე მზად არის მისართმევა, თუმცა ჩვენ გავაფორმებთ მარწყვით. ცოტა რომ შეგრილდება, ამოვიღოთ ფორმიდან. ვაცადოთ რომ სუმთლიანად შეგრილდეს, გაცივდეს. მე მაქვს მომზადებული მარწყვი, დავჭერი, წინასწარ გარეცხილი, ყოველთვის წინასწარ უნდა გარეცხოთ მარწყვი, რომ სველი არ იყოს. ასევე მოვამზადებ მარწყვის ჟელე, რომელშიც ამოვავლებ მარწყვს, ეს განსაკუთრებულ გემოს აძლევს. ზემოდან ჟელეს მე არ გადავასხამ, იმიტომ რომ მაგას უნდა დრო რომ გამყარდეს, ამიტომ მხოლოდ მარწყვებს ამოვავლებ ჟელეში და ზემოდან დავალაგებ. ეს ჟელე მარწყვს აძლევს არომატსაც და სიგემრიელესაც. მე დღეს მაქვს ინვერტული სიროფი, რომელიც არის სახში მომზადებული, ეს მომენტალურად მყარდება, ამიტომ მე გადავუსვამ ინვერტულ სიროფს. სიროფის რეცეპტი გამოჩნდება ახლა ეკრანზე, შეგიძლიათ გადახვიდეთ და მოამზადოთ. ინახება დიდი ხნით, გამყარდება, თუმცა ცხელ წყალში ჩადგამთ და გათხელდება და ისე გამოიყენებთ. ეს სიპრიალეს აძლევს ძალიან. ეს სახში მომზადებული გლუკოზის სიროფის შემცველი ძალიან დამხმარია კულინარიაში და აუცილებლად უნდა გქონდეთ ამისი რეცეპტი, სადმე შენახული. ნახეთ როგორი ტარტი გამოგვივიდა, ამ სეზონზე მე სხვადასხვა ვარიანტებში მოვამზადებ და აუცილებლად გაგიზიარებთ. თუ ჯერ კიდევ არხი არ გამოგიწერიათ, ეს ის მომენტი დადგა რომ გამოიწეროთ. მე კი ახლა დავჭრი და დავაგემოვნოთ. ნახეთ როგორია ფაფუკი, გარედან ეს ფხვიერი ტარტის ცომი და შიგთავსი ჰაეროვანი. ძალიან ჰაეროვანი, აუცილებლად გამოაცხეთ და ისიამოვნეთ ამ რეცეპტით. ძალიან რბილი და ნაზი ტარტია. აი სიტყვების ზედმეტია, ეს ნამდვილად უნდა გამოაცხო. თან ყველა პროდუქტი ნატურალურია, ბავშვებს მოუმზადეთ აუცილებლად, ასეთი გემრიელი დესერტი იშვიათია. გელოდებით კომენტარებში გამოაცხეთ და თქვენი აზრი გამიზიარეთ. მე კი თქვენ დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.